საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. ახალი კვლევის შედეგი ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება და ცოდნა საქართველოში. რა შეხედულებები აქვს ევროკავშირზე ჩვენს ქვეყანაში? რას ფიქრობს ხალხი ევროკავშირთან ურთიერთობაზე? რამდენი პროცენტი უჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და სხვა საინტერესო შეკითხვებზე მოსახლეობის პასუხები? რატომ გონია გამოკითხულთა 12%-ს რომ საქართველო ევროკავშირის წევრია? რა ცოდნა აქვს მოსახლეობას ევროკავშირის შესახებ? დღეს კვლევის შედეგი და მისი განხილვა ჩვენ სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით ყველას. საღამომშვიდობისა ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი ცენტრის მიერ ორჯერ ჩატარდა გამოკითხვა 2009 და 2011 წელს. გამოკითხვების საფუძველზე მომზადდა ანგარიში. მასში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ 2011 წლისთვის, ასევე გაკეთებულია შედარება თუ რა სურათი ჰქონდა 2 წლის წინ და რა ცვლილებებია მომხდარი 2009 წლიდან 2011 წლამდე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ორთვინ ქენიგი, გერმანიის ელჩი საქართველოში, საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, ოლივერ რაისნერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, მარიამ კობალაძე, საქართველოს კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი მკვლევარი, ვაშატ უღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, ქეთი ციხელაშვილი, ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი, ვახტანგ კობალაძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მობრძანებისთვის. მოდით ბატონი ელჩისგან დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. სანამ ციფრებზე გადავალ და უშუალოდ გრაფიკულ მონაცემს ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს, ზოგადი შეფასება გავაკეთოთ, რა შედეგი დაგანახათ, რა წარმოდგენები აქვს ევროკავშირის შესახებ საქართველოს მოსახლეობას და რამდენად კარგია ის შედეგი, რომელიც დაიდო. The survey showed that the majority of Georgians საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირი პოზიტიური ფაქტორი გახდა საქართველოს ისტორიაში. ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის ნამდვილად არ იყო ახალი ხილი გაოცება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს თუ შევხედავთ, საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ხიდი, საუკუნეების განმავლობაში საქართველო დაუბრუნდა თავის ევროპულ გზას და მე ძალიან მოხარული ვარ იმ შედეგებით, რომელიც მივიღეთ. ის რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იღებს აი ამ გზას ევროპისკენ დაბრუნების. გასაგებია, მოდით ნახოთ პირველი გრაფიკული მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს მოსახლეობისთვის და არის ჩამონათვალი, მე ვთხოვ რეჟისორს გაუშვას. გასაგებია აბსოლუტურად სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი ამ კვლევის შეიძლება ამ გრაფიკული მონაცემის. აქ არის ნაჩვენები, რომ ევროკავშირში გაერთიანება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია 10% მოსახლეობის. ქალბატონ თამარა, რამდენად როგორ თქვა, რამდენად დამაკმაყოფილებელი პასუხია აი ამ ჩამონათვალში ეს 10%? ზოგადად მინდა ორი სიტყვა თქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნება, რასაც ხვდებით ამ კვლევაში. და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსახლეობის ხედვა, ის რომ საქართველო ევროკავშირთან დღეს უფრო ახლოა ვიდრე ოდესმე, ემთხვევა ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების ხედვას. რაც შეეხება ევროკავშირის ადგილს სწორედ ამ გრაფაში, ასევე ეს მიუნიშნებს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ისეთი რომანტიული ხედვა ევროკავშირთან მიმართებაში მოსახლეობის, არამედ ის რომ აქ ჭარბობს უკვე პრაგმატული მიდგომები, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ვერ გადაჭრის იმ ჩვენ მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ განვითარებას, სიღარიბეს და შემდეგ. ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, რომ ევროკავშირის გაწევრება კი არ არის თვითმიზანი, არამედ ეს არის განვითარების, ევროპეიზაციის, მოდერნიზაციის საუკეთესო საშუალება.
გასაგებია ქალბატონო, თქვენც რომ გამოთქვათ აზრი, იმიტომ რომ უშუალოდ მონაწილეობით ამ ყველაფერში. მე დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი, რამდენიმე სიტყვით მოკლედ გეტყვით ამ კვლევების დიზაინის შესახებ. როგორც აღნიშნეთ, ორი კვლევა ჩატარდა 2009 წელს, 2011 წელს. შერჩევა იყო სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევა, გამოკითხულ იქნა 1818 ადამიანი 2011 წელს და 1600 ადამიანი 2009 წელს. შედეგებს რაც შეეხება, მე მესმის, ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შემთხვევაში, რატომ არის ასეთი ზრდა, ეს ალბათ გამოიწვია იმან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს ბუნებრივია ხა სიღარიბეს და ასე შემდეგ ადამიანები პასუხობენ ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, გამოკითხულები არიან შემთხვევითი შერჩეული ადამიანები. რაც შეეხება, ვთქვათ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონეოც, რომ პოზიტიური წარმოდგენა ევროკავშირის შესახებ 2009 წელსაც იყო და ეხლა შენარჩუნებულია. ევროკავშირი აღიქმება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი და მშვიდობის და სტაბილურობის წყარო, თუმცა აღსანიშნავია ეს მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხი, რომელიც ვთქვათ კვლავ რჩება გამოწვევად. ჩვენ აქამდე მივალთ ეს პირველი გრაფიკული მონაცემი იყო, ბუნებრივია ყველაფერს ახლა რაც თქვენ გამოიკვლიეთ ჩვენ ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ რაღაც რაც უფრო მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა, ისინი ამოვიღეთ. რაც შეეხება ნდობას, აი ეს ზუსტად ეს გრაფიკული მონაცემი მინდა ახლა თხოვო გაუშვას რეჟისორმა. რამდენად ენდობით ან არ ენდობით და ევროკავშირს ანუ სრულად ვენდობი აქვს 22%, 25% ქონდა 2009 წელს და ასევე ვენდობი 29%, ანუ ამ შემთხვევაში სრულად არის შენარჩუნებული. საერთოდ არ ვენდობი, ეს არის ძალიან დაბალი პროცენტი. ბატონ ოლივერ, თქვენ რომ გაუკეთოთ კომენტარი, რას ფიქრობთ ამ შედეგზე ნდობის მიმართულებით? Ну, ეს ჩანს, რომ ქართველი საზოგადოებისათვის ევროკავშირი ჯერ არის ძალიან დადებითი პარტნიორი, მეზობელი დასავლეთში, უფრო უკავშირდება საგარეო პოლიტიკაში, ეს რომ გაწევრიანების საკითხებთან და ნაკლებად აი შიდა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკის პრობლემებზე თქვენ ისაუბრეთ ამაზე, ეს რომ აი ეროვნული უშიშროების პრობლემასთან დაკავშირებით ცოტა ერთი მომენტი არის, ხო? მეორე არის, რაც გამოჩნდა ჩემთვის ამ გამოკითხვაში, არის ეს ფაქტი, რომ აი ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია, როგორც ინსტიტუტი ძალიან ცოტა იციან. ეს რომ აი ჩემი დასკა იქნებოდა ამ ორი გამოკითხვების არის აი ძალიან დიდი მოლოდინი, მაგრამ ძალიან ცოტა კონკრეტული ცოდნა. ანუ საბოლოო ჯამში ეს ორი მიზეზი, რაც თქვენ დაასახელეთ, განსაზღვრავს იმას, რომ შეიძლება საქართველოს მოსახლეობას ცოტა არარეალისტური წარმოდგენები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში, თუნდაც გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ნუ ეს თუ ეგრეთნაირი გამოკვლევა შეტარებული იქნებოდა 10 წლის წინ, მე მგონი ძალიან დაბალი იქნებოდა ეს ციფრები. ჩვენ 2 წლის, მაგრამ თუ ხედავთ ამ აი 2003 წლიდან როგორ განავიტარა ეს ურთიერთობა ევროკავშირს და საქართველოს შორის, მე მგონი ეს ძალიან აი დინამიური პროცესი არის. მინდოდა დავიწყო იმაზე მამადაშვილის სიტყვებით, იმაზე ევროპულ იდენტობაზე, რომ ეს მუდმივი პერმანენტული დაბადების მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ იცლება ესე ჩქარა არა მარტო ამ ჩვენ ურთიერთობებში, მაგრამ ევროკავშირში შიგნითაც. განსაკუთრებით ბატონო ხთან თქვენ რა ძირითად მომენტებს გამოყოფთ ამ კვლევაში? პრინციპში დავეთანხმები, რაც ბატონებმა ქალბატონებმა თქვეს. დავამატებდი, თქვათ, რამდენიმე მომენტს. პირველ რიგში ეს კვლევა მიმართული იყო იმისკენ, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან ევროინტეგრაციის ხარდაჭერის პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას, თქვათ, თვითონ ევროკავშირის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გამოეტანათ რაღაც დასკვნები და გამოდგომოდათ ეს კვლევა თავის პრაქტიკულ საქმიანობაში.
ჩემთვის აქედან ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად აინფორმირებულობის დაბალი დონე, თუმცა აქ პატარა პარადოქსს ვაწყდებით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ბევრი ინფორმაციას იღებს ევროკავშირის შესახებ. და ამავე დროს დიდი ნაწილი ნახევარი დაახლოებით გამოკითხულების აცხადებს, რომ დაინტერესებულია მეტი იცოდეს ევროკავშირის შესახებ. ეს როგორ შეგვიძლია გავშიფრო? არ ვიცი, ახლა ძნელია ახლა ამის გაშიფრვა, ანუ ზუსტად თქმა, ჩემი აზრით ეს იმით არის განპირობებული, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობამდე მიდის ევროკავშირის შესახებ, არ არის სათანადოდ დეტალიზირებული, არის უფრო ზოგადი და მშრალი ხასიათის. და საჭიროა უფრო სიღრმისეული რეალობასთან, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებთან მიახლოებული ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის თაობაზე ამ კონტექსტში ჩასმა. გასაგებია, ინფორმაციის ნაკლებობას უნდა დაუკავშიროთ ალბათ ჩემი აზრით ის საკითხით, რაც ეხება არის თუ არა ასეთ შეკითხვას, არის თუ არა ამჟამად ევროკავშირის წევრი საქართველო, 12% ამბობს პასუხს დიახ. ბატონაშა, ინფორმაციასთან დაკავშირებით იყო საუბარი, როგორ მიეწოდება დღეს ევროკავშირის შესახებ საქართველოს მოსახლეობას ინფორმაცია და როგორ უნდა მიეწოდებოდეს, რა უნდა გააკეთოს მედიამ, რომ უფრო მეტად დაინტერესოს საზოგადოება და უფრო კარგი, ასე ვთქვათ, ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს და ასე შემდეგ. ჯერ ძალიან საინტერესო რიცხვებია, ეს იგი 2009 წელს ჩვენ რო ევროკავშირში ვართ, იცოდა 10%, მაგრამ დღეს უკვე იცის 12%. ესე იგი, ესე თუ გავაგრძელებთ, მე მგონი მართლა ვიქნებით ევროკავშირში. საერთოდ მე ვიცი ისეთი ქვეყნები დამიკითხავს ამის შესახებ დასავლეთში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილმა არ იცის ვინ არის მისი პრეზიდენტი. ეგეთებიც ხდება. ეხლა ის რომ ეს ალბათ უფრო კარგი ცხოვრებით ხო გამოწვეულია. ჩვენ ხედავთ როგორ უმჯობესდება ჩვენთან ცხოვრება, რომ ესე იგი ეს პროცენტი, ეხლა სერიოზულად რო ვისაუბროთ, ეგ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პლასტია და კომპონენტი არის, რატომ მიზეზი უბრალოდ რატომ არ არის ეს ინფორმაცია ადეკვატური და სხვა ეს შედეგი რაც არის ნაჩვენების არაადეკვატური ინფორმაციის პრობლემა. პირველ რიგში ეს არის ის, რომ თუ ძალიან ღია და გახსნათ ვიტყვით, ჩვენი საინფორმაციო მეინსტრიმი განსაკუთრებით ნაციონალური არხების არ იყო ევროპული ინტეგრაციის თემა. ანუ ძირითადი ნაკადები ინფორმაციული არ იყო, იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტები ევროკავშირთან ესეთი აქტიური ინტეგრაციის არ იყო, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ხედავდით რას, რომ მთავარი პრიორიტეტი იყო ნატო, იმიტომ რომ საქართველოს აქცენტს აკეთებდა მის უსაფრთხოებას. ეს ხდებოდა წელიწადი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მეორე პრობლემა, რაც ასევე ჩემი აზრით დომინირებდა აი ამ სივრცეში, საინფორმაციო სივრცეში, იყო ის, რომ კრიტიკული მიუხედავად იმისა, რომ ხა ყველას ვინც კრიტიკული იყო თუ არ იყო კრიტიკული, ესმოდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მოთხოვნები, რომელიც ჰქონდა ევროკავშირს ჩვენს მიმართ, იმ პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც მართავდა ქვეყანას, მაინდამაინც კარგად არ იყო აქმული, იმიტომ რომ მათ მიაჩნდათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ბიუროკრატია, ანუ რასაც ისინი გთხოვდნენ, თქვათ, კვების პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვა ასე თქვათ თემებთან დაკავშირებით, მიაჩნდათ, რომ ეს არის ძვირი სიამოვნება და ამიტომ ეს მაინდამაინც კარგი თვალით არ იყო დანახული და ცხადია ეს ტელევიზიები, რომელზეც მე გეუბნებით, სწორედ აი ამ ჩარჩოთი მოქმედებდნენ და ამიტომ არის რომ ჩვენთან ინფორმაცია აცდენილია ხშირად ის რა არის ევროკავშირი და რა არ არის, თქვათ, რა არის სხვა ევროპული სტრუქტურები. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ მარტო ჩვენი პრობლემაც არ არის ეს. ჩვენ პრობლემაში მე გულისხმობ პოლიტიკოსებს, გულისხმობ ექსპერტულ საზოგადოებასაც და მედიასაც. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ევროპიდან, ასე ვთქვათ, იმ სტრუქტურებიდან, რომელსაც წარმოადგენს აქ ევროპა, ჩემი აზრით, იქიდანაც ხანდახან არ იყო მკაფიო მესიჯები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ, აი მაგალითად დემოკრატიის ნაწილში რომ ნახოთ, ხო, აქ როგორი დამოკიდებულებებია. ეხლა ხშირად ძალიან ბევრი ფუჭდება ჩვენთან და ევროპიდან ხმა საკმაოდ დაგვიანებით მოდის ჩვენამდე
და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან სერიოზული თემაა. მე ვისურვებდი, რომ ეს პარტნიორობა უფრო ეფექტური იყოს, უფრო ოპერატიული იყოს და უფრო ღია. რას ნიშნავს, რომ ის ხარვეზები, რომელიც არის ჩვენთან, მათ შორის პოლიტიკის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მე ვისურვებდი, რომ უფრო გახსნილად იყოს ნათქვამი აი იმ დედაქალაქებიდან, პირველ რიგში ბრიუსელიდან და ასევე სხვა დიდი დედაქალაქებიდან, რომელიც მართლა ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორები არიან აი ამ სივრცეში. ეს ყველაფერი ერთიანად გვაძლევს ამ სურათს და კიდევ ბოლოს ერთსაც ვიტყოდი, მე რასაც ვაკვირდები ჩვენთვის ქართველებისთვის, ახლა რასაც უყურებთ, ხანახან გაუგებარი არის აი ეს ასე ვთქვათ ინსტიტუტებს შორის რა განსხვავებებია, იმიტომ რომ ახლა ევროპული ინსტიტუტი არსებობს, ხო სხვაც, ხო თქვათ ევროსაბჭო. ახლა თუ ჩვენ ამ სისტემაში შევართ სრულუფლებიანი ნაწილი აი ამ სისტემის, ქართველებისთვის გაუგებარია რა განსხვავება, რატო შეიძლება ვიყოთ ევროსაბჭოს წევრები და არ ვიყოთ თქვათ ევროპასთან, რატომ არ შეიძლება ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ესე იგი რა გამოდის, რომ იცით ესეც იწვევს გარკვეულ შეკითხვებს. ზოგჯერ უსამართლობის განცდასთან, რომ იქ სადაც ადამიანის უფლებებია, იქ შეიძლება ვიყოთ, ან სადაც დაუშვათ სხვა ინსტიტუტებია. აქ არ შეიძლება, ესე იგი, სადაც უსაფრთხოებია, იქ არ შეიძლება ვიყოთ ნაწილი ამ დიდი უსაფრთხოების სისტემის, იქ სადაც ეკონომიკა არის და რაღაცა იქ არ შეიძლება ვიყოთ, იქ შეიძლება აი ეს იწვევს ხოლმე ხანდახან რაღაც გაუგებრობებს ახლა. გასაგებია, კეთილი თქვენ ესწრებოდით გუშინ პრეზენტაციას და თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო, რა დაგანახათ თქვენ ამ კვლევის შედეგ? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ევრაზიის ფონდს და კავკასიის რესურსების კვლევით ცენტრს, იმიტომ რომ ძალიან საყურადღებო მონაცემებია, ძალიან ბევრი საყურადღებო რამ იყო ჩვენთვისაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. გამოვყოფთ იმას, რომ ცალსახად პოზიტიურია ძალიან დიდი მხარდაჭერა 80%-მდე თუ არ მეშლება თვითონ ევროკავშირის იდეის მიმართ და კითხვაზე ხვალ რო იყოს რეფერენდუმი მისცემდით თუ არა ხმად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 79 თუ 80% დადებით პასუხს აძლევს. ჩემი აზრით ეს არის მართლა ძალიან პოზიტიური მოვლენა და ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არის ერთგვარი იდენტობის არჩევანი, ეს არის პოლიტიკური არჩევანიც, საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანიც და ეხლა რა საფუძვლები აქვს ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი ცოტა შორს წაგვიყვანს, ეს ეხლა შეიძლება ცივილიზაციური, ისტორიული და ასე შემდგომ ამასაც დაუკავშიროთ. სხვათა შორის ერთი საინტერესო კითხვა გახდათ იქა, როგორ ხედავენ ქართველები საკუთარ იდენტობას ევროპულთან მიმართებაში, ანუ ფორმულა მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი გაზიარებული იყო დაახლოებით 60%-ის მიერ. 59%-ის მიერ და ძალიან საინტერესო რომ ერთის მხრივ საკმაოდ ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოება კონფლიქტურად არ განიხილავს, პირიქით განიხილავს საკუთარ იდენტობას როგორც ევროპულს. და ეს იყო კარგი, თუმცა ამავდროულად მინდა გითხრათ აი ამ საკითხს დაუბრუნდე, რაზეც ახლა იყო საუბარი ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. რამდენადაც პოზიტიურია ასეთი მაღალი მხარდაჭერა, იმდენად საფრთხის შემცველია, როდესაც ინფორმირებულობის დონე არის დაბალი. რადგანაც ეს აჩენს ერთგვარად არარეალურ ან გაზვიადებულ მოლოდინებს. ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ თქვა 12%-ს ნამდვილად გონია რომ ევროკავშირის წევრი, აქ არის კიდევ სხვა მონაცემი, პასუხი არ ვიცი, არის 16%, ესეც არ ამგონია დაბალი ციფრი იყოს. არა და ზუსტად აი მაგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ცხადია, მე მგონი არავის ახლა ქართულ რიგით მოქალაქეს არ მოეთხოვება, რომ ევროკავშირის საკმაოდ რთული ანატომია იცოდეს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული სისტემაა ცალსახად და ალბათ ასეთი ცდომილება ჟურნალისტების ამ საკითხებში დაინტერესებული პირებისაგან იქნებოდა მიღებელი. მე უბრალოდ ასე ვთქვა, ტრაგედიას ვერ ხედავ თუ კი რაღაცა ინსტიტუტს ვერ განასხვავებენ, მაგალითად ევროსაბჭო, ცხადია უკეთესი იქნებოდა, რომ იცოდნენ, რომ ევროსაბჭო არ არის ევროკავშირის ინსტიტუტი და ევროპული საბჭო სხვა არის, მაგრამ ცალსახად ჩემთვის უფრო საყურადღებო იქნებოდა ის, რომ მეტი ინფორმაცია არსებობდეს დაუშვათ პრაგმატულ მხარეზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას შორის. ანუ რას ემყარება, რას გულისხმობს ეს მათთვის და რას უნდა ველოდეთ, იმიტომ რომ როდესაც არსებობს არარეალური მოლოდინები, საფრთხე იმისა, რომ ამ იმედგაცრუების ფონზე ეს მოლოდინი უბრალოდ მხარდაჭერა დაეცეს, მაგალითად როგორც იყო თურქეთის შემთხვევაში 2000 წელს, 2002 წელს ეიფორიული მხარდაჭერა ჰქონდა ევროკავშირის იდეა 70%-ზე მეტი და შემდგომ იმ პოლიტიკური დებატების ფონზე, რაც იმართებოდა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება არ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შარშან მაგალითად 32%-მდე დაეცა. ამ საფრთხეებისგან, ასე ვთქვათ, დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმი არის ინფორმირებულობა.
ინფორმირება და ცხადია ეს არჩევანიც უფრო სოლიდური და გასაგებია ესე ბატონოს მინდა ვკითხო თქვენი აზრით რამდენად გაანალიზებული პასუხებია ის რაც თქვენ ნახეთ ამ კვლევაში ერთი მხრივ აი რეფერენდუმი რაც კეთი მახსოვს 80% მზად არის ხვალვე რეფერენდუმზე მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანებას მაგრამ ამასთანავე ისევ მინდა დაუბრუნდე იმ 12%-ს 12%-მა თქვა რომ ევროკავშირის წევრია დღეს უკვე საქართველო და 16%-მა არ იცის ეს ყველა მონაცემი მე მიჩენს იმ შეკითხვას რომელიც უკვე დაგისვით რამდენად გაანალიზებული გათვითცნობიერებულია ეს პასუხები რაც კვლევაში აისახა It depends on how you look დამოკიდებულია პასუხი იმაზე თუ როგორ შევხედავ და როგორ გავანალიზებ ციფრებს. One out of 10 Georgians doesn't know that Georgia is not არ არის გათვითცნობიერებული საქართველო არ გახლავთ ევროკავშირის წევრი მერთო ეს რა ხდება როგორ სუდად იციან ქართველებმა თუ რა ხდება? მოდით სხვა მხრიდან შევხედოთ. შეხედოთ, წინვალია რომ 90% ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებისა ათვისნობიერებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ არის წევრი ევროკავშირის. აი ეს არის ერთ-ერთი ანალიზის გზა და მიდგომა ესეთი შეიძლება იყოს იმ ციფრების თვალსაზრისით გაჩნია თუ რა ინტერპრეტაციას მოვახდენთ მათი იმ პიროვნებებისა რომლებიც ანალიზებენ ამ ციფრებს. ჩემი აზრით პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ არ შევხედოთ იმ და პრიორიტიზაცია არ მოხდეთ იმ ციფრებისა თუ რამდენმა არ იცის. ეს პოლიტიკურად, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ზუსტად ეს არის საინტერესო. ის ციფრები რაც what I consider to be ჩემი აზრით very political is ზაზე პოლიტიკური ხასიათის ფაქტი გახლავთ ის რომ ამ ეს კოლევა გვანახებს იმას რომ უფრო მე ქართულს აინტერესებს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ვიდრე ნატოში ასე ვთქვათ ზაზე საინტერესო გახლავთ იმიტომ რომ უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებისა ინსტინქტიურად თulis რომ ყარ უსაფრთხოებას ნატოზე მოყავს და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროკავშირი და ევროკავშირი კი რბილ უსაფრთხოების მომტანია საქართველოსთვის და ეს ვთქვათ რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში უფრო ახლოს უფრო მიუახლოვდება ევროკავშირს და უფრო უსაფრთხო ქსელში იქნება ჩართული ქვეყანა, რომელშიც თავისუფლად განახორციელებს საგარეო პოლიტიკას, იმიტომ რომ მეზობლები თქვენი ქვეყნისა, აი მეზობლებს მოუწევთ რეაქცია იმაზე, რასაც ქვია საქართველოს ინტეგრაცია. ქაბატონ თამარ, ეს ინფორმაციის საკითხი რაღაცნაირად რომ ამოვწუროთ, მოდით თქვენც გითხარით ინფორმირების და ცოდნასთან დაკავშირებით არ არის ნამდვილად ასეთი ტიპიური ქართული სურათი, იმიტომ რომ ანალოგიური სიტუაცია იყო გაწევრიანების წინა პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებთან და ამჯერადაც რო ჩაატაროთ გამოკითხვა ევროკავშირის დედაქალაქებში და რიგით მოქალაქეს ხედავთ, კითხოთ ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ მათ ზუსტად ჩამოგეყალიბონ მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციებთან დაკავშირებული პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ზოგადად ევროკავშირის ფუნქციონირების და მნიშვნელობის თაობაზე თვითონ ევროკავშირში მუშაობს უზარმაზარი საინფორმაციო აპარატი, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცოდნა, ინფორმირებულობა შესაბამისად განაპირობებს ადეკვატურ მიდგომებს და ამ კუთხით თვითონ საქართველოს მთავრობამ დაიწყო გარკვეული წლების წინ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არა მარტო ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ერთი მინდა ხაზი გავუსვა იმას, თვითონ ევროკავშირის უფრო საქმიანობის ვიზუალიზაცია ევროკავშირის მხრიდან. ესეც პრობლემა არის, რომელსაც ხას უსვამენ ხოლმე შეხვედრებზე. მნიშვნელოვანია რა არის გასაკეთებელი ამ კვლევაში, ეს კვლევა ჩემთვის საინტერესო არის. ძალიან კარგი პრაქტიკა, მაგალითად, რომ 2 წლიანი ინტერვალს აჩვენებს. ანუ ინფორმაციის მიწოდების მხრივ ამ 2009-დან 2011-მდე არ არის ესეთი მნიშვნელოვანი ძვრები მომხდარი. ამიტომ ჩდება შეკითხვა რა უნდა გაკეთდეს. ვთქვათ 2013-ში, როდესაც შეიძლება ჩატარდეს კიდევ მსგავსი კვლევა, რა ისევ იგივე შედეგი რომ არ ქონდეს და ვთქვათ უფრო წინ იყოს პროცესი. 1 წლიანი და 2 წლიანი ინტერვალი ეს არ არის საკმარისი პერიოდი, რომ რაღაცა ძალიან სერიოზული დასკვნები გავაკეთოთ.
ტენდენციებს შეიძლება ყურადღება მიაქციოთ და აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საქმიანობა, რაც დაწყებული აქვს ჩვენ ევროპულ პარტნიორებს ჩვენთან ერთად, საქართველოს თავმჯდომარესთან ერთად, ის საქმიანობა, რაც დაწყებული აქვს არასამთავრობო სექტორს, სპეციალური პროგრამები არსებობს საჯარო სამსახურში, რომელიც ამზადებს საჯარო სამსახურში კონკრეტულ მოხელეებს, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ესეც გავლენა უკვე ზოგადად საზოგადოებაზე და ძალიან კარგი პრაქტიკაა თვითონ ევროკავშირს, როცა გაწევრიანების პროცესში და შემდგომ დღეს უკვე უკრაინაშიც, მოლდოვაშიც ფუნქციონებს ევროპული ცენტრები. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ამ იდეას და საქართველოს ქალაქებში გაჩნდება ევროპული ცენტრები, რომლებიც ადვილად შეღწევადი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და პრაქტიკა არის, რომ ეს არის უმაღლესი სასწავლებლები ან ბიბლიოთეკები. წარმოგიდგენიათ მსგავსი იმისა, რაც არის საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ? ასეთი არა მარტო ერთი, არამედ ქსელი, ეს არის პრაქტიკა. ეს არის ევროპული იდეის, ევროპული მიდგომების, ინფორმაციის გავრცელების და ასევე პროფესიონალური ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება. გასაგებია, ჩვენ საუბარს გავაგრძობთ რეკლამის შემდეგ, სულ 2 წუთში დავბრუნდებით კვლავ ეთერში და საინტერესო კვლევა ნამდვილად და სხვა გრაფიკულ მონაცემებსაც შემოგთავაზებთ ჩვენი სტუმრების კომენტარებით. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენ შეგახსენებთ საუბრობთ ახალი კვლევის შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასა და ცოდნას. სანამ რეკლამაზე გავიდოდით, საუბრობდით ინფორმაციის მიწოდებაზე ევროკავშირის შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის და ამოვწუროთ ეს თემა. ბატონ ვახტანგ, თქვენ გსურდათ რაღაცის თქმა, შემდეგ ბატონ თამარ თქვენ. უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს მონაცემები, რომელზეც ჩვენ გქონდა მსჯელობა 12%-მა რომ არ იცის, რომ საქართველოს არ არის, მგონია რომ საქართველოს ევროკავშირის წევრია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ტრაგედია და ეს არ არის მთავარი პრობლემა საქართველოში. იყო იქ კვლევაში რამდენიმე შეკითხვა ასეთივე შინაარსის, რომელიც ზოგადად მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რამდენად რა წარმოდგენა აქვთ საქართველოში ევროკავშირის რა ცოდნა ზოგადად ევროკავშირის შესახებ. ეს არ იყო რა თქმა უნდა დეტალური, ეს კითხვები უბრალოდ ჩვენ გვეხმარება იმისათვის, რომ გავიგოთ ზოგადად რა წარმოდგენა არსებობს. მაგრამ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს საკითხები არ არის მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის სადმი ცოდნის შემოწმება საქართველოს მოსახლეობის. ამჟამად საქართველოში მთელი რიგი რეფორმებისა ხორციელდება, ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ეს ევროინტეგრაციის საკითხი არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური საკითხი, არამედ გახდა უკვე შიდა პოლიტიკური საკითხი. და ეს რეფორმები აისახება ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაზე, მათ შორის რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე. და ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ზოგადად ნაკლები წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე, ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ რეფორმების პროცესზეც ნაკლები წარმოდგენა აქვთ. და საერთოდ რატომ ხორციელდება, თქვათ, სურსათმცემლობის სფეროში რეფორმები, კონკურენციის საკითხებზე რეფორმები. ანუ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით რა. გასაგებია, ბატონ თამარ. მინდა გამოვეხმაურო ბატონ ვახტანგს და ნამდვილად არ დავეთანხმდო, რომ რეფორმები ტარდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი გვაძალებს. რეფორმები ტარდება იმიტომ, რომ აუცილებელია რეფორმირება ზოგადად ქვეყნის დისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. რასაც იქნებს ვაჭრობის შესახებ პროცესში ჩაერთო საქართველო, რომ მიაღწიოს ევროკავშირის ბაზარზე დაშვების საუკეთესო პირობებს და არა მარტო ვაჭრობის განვითარების, არამედ ინვესტიციების მოზიდისთვის საუკეთესო პირობების შექმნას და ბაზრების თავსებადობის გაზრდას და შესაბამისად ამ პროცესმა დღეს მოითხოვა გარკვეული მიდგომები ევროპული კანონმდებლობის გადმოღებისა და კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის. აი ამ პროცესში ჩაერთო საქართველო და შესაბამისად ეს არის დღის წესრიგში, მაგრამ განზოგადოება ამის, რომ ევროკავშირი გვაძალებს და ჩვენ მხოლოდ ამიტომ ვაკეთებთ რეფორმებს, ნამდვილად რეალობას არ შეესაბამება. მეორე, ინფორმაციას რაც შეეხება, საიდან იღებს ადამიანი
უმეტეს ნაწილს ინფორმაციისათვის და კვლევა მაჩვენა, რომ ეს არის ტელევიზია. შესაბამისად, მედიის ძალაც და გავლენაც აქ განსაზღვრელია. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ცოდნით იყვნენ და ინფორმაციით აღჭურვილი თვითონ ჟურნალისტებიც და ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში საკმაოდ სერიოზულ კურიოზულ სიტუაციებსაც ვაწყდებით ხოლმე ამ მიმართულებით. ამიტომ თვითონ სამიზნე ჯგუფი ჟურნალისტები, რომელთა განათლებაც და ინფორმირებულობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მისასალმებელია, რომ ინიციატივები მოდის ასევე ჟურნალისტებიდან. ნახოთ რა გვაქვს შემდეგი გრაფიკული მონაცემი. დობის საკითხზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, შემდეგი თუ შეიძლება. რომელთა უნდა გქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები არის პირველ ადგილზე, ევროკავშირი 66%-ით მეორე ადგილზე, რუსეთი 47%, ანუ შემდეგ სხვა სახელმწიფოები. ქალბატონ, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ეს კვლევა, როდესაც სტარდებოდა, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებშიც. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ გამოკითხული მოსახლეობა იყო საქართველოში მცხოვრები ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა. ასე რომ ეთნიკური უმცირესობა, რომელიც თქვა ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, ან გულისხმობ, რომ არც ესმოდა ქართული ენა, ის გამოკითხვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. თუმცა იყო გამოკითხული ეთნიკური უმცირესობის ის ნაწილი, რომელმაც თქვა შეიძლება ძალიან კარგად არიცის ქართული ენა, მაგრამ ესმის და ჩვეულებრივად შეუძლია კომუნიკაცია ამ ენაზე. ნუ ახლა თქვენ ამ საქმის სპეციალისტი ხართ, ამიტომ გეკითხებით, თქვენი აზრით ეს რამდენად სერიოზულ გავლენას მოახდენდა, თქვა კვლევის შედეგზე, რომ მხოლოდ ქართულად მოსაუბრე. კვლევა თავიდანვე აცხადებს, ასე ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები. რთულია იმის თქმა, რამდენად გავლენას მოახდენდა ამაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე სხვა კვლევებს თუ დავაყნობი, ინფორმირებულობის დონე, ვთქვათ, სხვადასხვა საკითხებზე უმცირესობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში არის საკმაოდ დაბალი ზოგადად. ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დიდ განსხვავებას ამ შემთხვევაშიც არ მოგცემდა. შეიძლება არ ვიცი პასუხების დონე უფრო მეტად დაეწია. მესმის, კარგი, შემდეგი გრაფიკული მონაცემი შეიძლება. ნუ თავიდანვე რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გვეგმავდით ამ კვლევას, იყო ამაზე საუბარი, ამ პრობლემაზე საუბარი და კვლევარებმა, სპეციალისტებმა ვითხრეს, რომ მათი გამოცდილებით იმდენად დიდია ეთნიკურად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არ გამოპასუხების მაჩვენებელი, რომ არაეფექტურია კვლევის ჩატარება ასეთ რეგიონებში, სამწუხაროდ რეალობაა ეს. და აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა უბრალოდ დიდად მიზანშეწონილი, არსებითად დიდ ზეგავლენას არ მოახდენდა შედეგებზე იქ ჩატარება. ანუ კაცი კაფეოთ სხვა სურათი პრინციპში შეეცვლებოდა გარკვეულწილად. ხო, ნუ შეგვიძლია ვივარაუდოთ გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ციფრები არ გვაქვს. ზოგადად, როგორი წარმოდგენა გაქვთ ევროკავშირზე, ასეთი შეკითხვა დაუსვეს მოქალაქეებს, ძალიან დადებითი 17%, დადებითი 35%, ნეიტრალური დამოკიდებულება 38%, უარყოფითი დამოკიდებულება 4% და ძალიან უარყოფითი არის 1%, არ ვიცი, 4% უარი თქვა 1%. ბატონ ოლივერ, რა კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ ამ კონკრეტულ მონაცემს? ნუ ეს ძალიან დიდი იმედი არის ევროკავშირთან დაკავშირებით და როგორც ამ სტაბილური არის, შეწერ ცოტა გაიზარდა, ხო ეს ამიტომ მე მგონი ეს შანს რომ აი მიმართულება საქართველოს საერთოდ უნდა წავიდეს, გასაგები არის, აი სურვილი არის ევროკავშირისაკენ წასვლას, ხო ეს ჩემთვის ნათლად ჩანს, სადაც მეორე შეკითხვა არის, აი რამდენად ეს გზა იქეთ არის გასაგები, რამდენად აი თქვენ ვისაუბრეთ იმაზე ცოდნაზე, ევროკავშირი ხო ძალიან კომპლექსური მექანიზმი არის, ხო ეს ევროინტეგრაციის პროცესი დაფუძნებული კანონმდებლობაზე, რომელიც ახლა რა ქვია 60%-ზე მეტი აი ეროვნული სახელმწიფოების, საცებრ ქვეყნების უკვე ფარავს, ეს რომ მართავს ეს ძალიან თქვა საინფორმაციო ცენტრებზე დღევანდელ გადაცემაში
რამდენად სად არის რომ ევროკავშირმა ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა? Ну, ეს სხვადასხვა ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროექტი სხვადასხვა სფეროში, აი კაბატონ დამამაც თქვა რომ აი ევროპის მცოდნეობის დაფუძნება უნივერსიტეტში. ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაქვს ეს. ნაკლებად სამსუღრად სკოლებში, იმიტომ რომ ეს არ არის ევროკავშირის სფერო, ეს ეროვნული სახელმწიფოების, საცერო ქვეყნების პრეროგატივა არის და ევროკავშირი უფრო მუშაობს მობილურობაზე, რომ შეხვედრებზე სხვადასხვა სტუდენტებს შორის სხვადასხვა ქვეყნისაც და საქართველო ამაში უკვე ჩართული არის და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ უფრო დიფერენციაციას ვაკეთებთ აი ამ შეკითხვას აი სოციალური ჯგუფებს მაგალითად რომ სტუდენტებს შორის ცოდნა ევროკავშირი უფრო მაღალი იქნება თუ არის აი გლეხებზე ან რაღაცა სხვა ეს რელევანტურობა და ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებაში ვინც უკვე თანამშრომლობაში ასე ხედავს რანაირი აი სარგებელი აქვს ეს თანამშრომლობა ეს დაახლოება ევროკავშირთან. კარგით, მე მინდა მოვასწროთ და გავიაროთ სხვა გრაფიკული მონაცემებიც. ფორმულა მე ვარ ქართველი, მაშინ მე ვარ ევროპელი, რაც კეთი მახსენეთ წეღან 59% ეთანხმება ამ ფორმულას. 31% არ ეთანხმება, 9%-ს არ აქვს ამაზე პასუხი. ბატონაშა, რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე? 31%, რომელიც არ ეთანხმება, არ არის დაბალი ციფრი ალბათ. ციფრი არის, რთული სათქმელია ეს დანარჩენი ნაწილის პოზიცია, რატომ არ ეთანხმება, შეიძლება სხვა მიზეზების გამოც იყოს. ჩემთვის მთავარი არის ზრდა, რომელიც აშკარა არის 54%-დან 59%-ამდე. 59%, როდესაც აი ასეთ ფორმულას იზიარებს, ეს ძალიან ბევრს მეტყველია. ეს არის სერიოზული განაცხადი, ეს ნიშნავს, რომ ქართველების უმრავლესობა, საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი უმრავლესობა იზიარებს იმ აზრს, რომ მისი ქართველობა ამავდროულად ნიშნავს მის ევროპელობას და ეს ტენდენცია იზრდება, კი ან მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კრიტიკული დამოკიდებულებაც ყოფილა მედიაში ევროპის მიმართ, სხვა ჩვენი ასე ვთქვათ მეგობრების მიმართ, განსაკუთრებით ომის შემდეგ, როდესაც იყო რაღაც მოლოდინები, ხშირად უსაფუძვლო, რაზედაც ქალბატონი ქეთი ბრძანებდა, არსებობდა მოლოდინი, რომელიც არაფერზე არ იყო დამყარებული, მაგრამ ხო გაქრა ეს მოლოდინი, ბევრს გული გაუტყდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ქართველები თავს თვლიან ევროპას. ეს არის ძალიან სერიოზული რამ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განათლებულია იმისათვის, რომ ხვდებოდეს რას ნიშნავს ზოგადად ევროპა. ეს არის საკუთრების თავისუფლება, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ეს არის ის საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, პოლიტიკური ცხოვრების წესი, დემოკრატიული ცხოვრების წესი, რომელიც ნუ ახლა ქართველებმა იციან რა არის. შეიძლება მათ სამწუხაროდ დიდი ხნის ტრადიცია არ აქვს ასეთ სისტემებში არსებობის, მაგრამ რას ნიშნავს ევროპულ საზოგადოებაში ცხოვრება, კარგად იციან და შესაბამისად მათი იდენტობა სწორედ ამას ეფუძნება. ახლა მე ბატონ ოლივერს ვეთანხმები, როცა მან მოიყვანა მამარდაშვილის სიტყვები, გასაგებია, რომ ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ არსებობს რაღაც ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ამიტომ მე ძალიან მიხარია ერთი მხრივ, მეორე მხრივ მართლა სერიოზულად არის საჭირო დაფიქრება და ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ნაკლებად ვიყოთ აცდენილები რეალურ ამოცანებს. ახლა ზოგად პოზიციებზე არა, რეალურ ამოცანებზე ლაპარაკი იმისათვის, რომ კვლავ რაღაცა ეგეთი პრობლემები არ შეიქმნას ჩვენთვის. რეალურ ამოცანებში იგულისხმება ის, რადგან ცოტა ხნის წინ იყო საუბარი, ჩვენ უნდა პრაქტიკულად ვიცოდეთ, რას ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოვებს ამ სივრცეს. იმიტომ რომ ამავე კვლევაში არის ძალიან საინტერესო მიდგომებსა ხედავენ აქვს სურვილი ტრანსფორმაციის ჩვენ საზოგადოებას, გამოკითხულებს უნდათ ეს პროცესი, ისინი კი არ უყურებენ, ისინი რეალურად უყურებენ, რომ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს რიცხვებიც წლები არარეალურია, ძალიან პატარაა, თქვა 5 წელი, 10 წელი, მაგრამ ხვალ რომ ჩვენ
მომავალ წელს რომ ევროკავშირის წევრები ავიქნებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეს იცის, მაგრამ მათი ამოცანა რა არის? ნაბიჯების გადადგმა. და ეს ნაბიჯები უნდა იყოს აბსოლუტურად რეალური და აქ არის დიდი როლი მედიის, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების და რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმისათვის რომ ეს რიცხვი კიდე მეტი გახდეს და კიდე მეტად კარგი, გასაგებია. შემდეგი შეკითხვა ამ კითხვასთან დაკავშირებით მგონი მარის ჰქონდა კომენტარი და მეც ამ საკითხთან დაკავშირებით კი ბატონო და შემდეგ მომდო. მე ვარ ქართველი და მასშესადამე მე ვარ ევროპელი. ანუ ამას კი ეთანხმება 59% მოსახლეობის, მაგრამ კვლევაში ჩვენ გვაქვს მეორე კითხვაც იდენტობაზე, რომელიც დემოგრაფიულ ნაწილშია და იქ რამდენიმე განსხვავებული შედეგია. 60% თავს აღიქვავს მხოლოდ ქართველად, 16% არის ადამიანების, რომელთაც თვლს, რომ ქართველიც არის და ევროპელიც და მარტო 1%-ია, რომელიც თავს ევროპელად აღიქვამს. ასე რომ თქვენ ძალიან ბატონო ლაშარო, ეს დიდი სურვილი არის საზოგადოებაში, თქვა ამ რიცხვების სხვადასხვაობაშიც გამოიხატება ალბათ. და ასევე იმ ოპტიმიზმში, რაც ჩანს ზუსტად ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაპირისპირება ქართულს. აი მე მაგას მივაქცია ყურადღება სხვათა შორის. ერთი შეხედვით ეს ერთი და იგივე ადამიანები ურთიერთ გამორიცხავ რამეს ამბობენ. მე ვფიქრობ, რომ აქ კითხვა უბრალოდ ეს პასუხი გულისხმობს სხვა რამეს, ჩემი აზრით. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველები თავს გრძნობენ ევროპელებად, მათ მიაჩნიათ, რომ ევროპელობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ევროპაში არის განსხვავებული ერები. ევროპელობა არის ერთიანობა რაღაცის, მაგრამ ის ეფუძნება განსხვავებულ ინდივიდუალურ, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ წარმოდგენებსაც და გარკვეულ სპეციფიკასაც. ეს არის ქართველები ხა პატარა ერი ვარ, ჩვენ უდუოდ გქონდა ჩვენი განცდა საფრთხის ვიქნებოდით, არ ვიქნებოდით და აქედან გამომდინარე ეს არის სიფრთხილე, ჩვენ გარკვეულწილად ვართ კონსერვატიულები. გვეშინია რომ არ დავკარგოთ ჩვენი ქართველობა, ანუ ჩვენი იდენტობა, მაგრამ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში. მე ვფიქრობ, ამიტომ იქ ეს რაც თქვენ ბრძანეთ, სხვანაირი მე სხვა ინტერპრეტაცია მივეცი მაგას და ჩემი აზრით, როცა ისინი პასუხს აძლევდნენ, სწორედ ამ კუთხით აძლევდნენ და არა სხვანაირად როგორაც შეიძლება ჩვენ გავიგოთ. მე უბრალოდ ეს ამინდა რომ If I may come in here as a foreigner და ჩავერიო როგორც უცხოელი, რომელიც უკვე წელიწად ნახევარია ცხოვრობს თქვენ ქვეყანაში, ცოტათი მაოცებს დისკუსია მნიშვნელობაზე, რომელსაც ქართველები ანიჭებთ აი ამ ციფრებს. მე რომ აუშვათ აი საქართველოს რომელიმე ქალაქში აუშვათ როცა ვიყოფები, მე გზნობ რომ რაღაც ევროპაში ვარ და აუშვათ როდესაც ჩემ მეუღლესთან ერთად მოგზაურობ რაიონებში როგორც წესი შაბათ-კვირას, იმისთვის რომ ვეწვიო საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობა მოვინახულოთ, ჩვენ ვხედავთ ისეთ რაღაცებს, რასაც ადამიანი ნამდვილად განსაზღვრავს როგორც ევროპულ კულტურას. და მე ნამდვილად ვფიქრებდი, რომ ეს ქვეყანა ფაქტიურად ნაწილია ევროპის. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ასპექტებია თქვენი მრავალი საუკუნე ტრადიციებისა, მაგრამ ზოგადად ჩავთვლიდი საქართველოს და მივიჩინებდი ევროპად. მაგრამ ახლა ესე ვთქვათ, ავიღე სიტყვა თქვენის ნებართვით, მე მინდოდა დაუბრუნდე იმ თემას, რომელსაც უკვე შევეხეთ ჩვენ დისკუსიაში ქალბატონ თამარისა და ბატონ ლაშას მიერ. მე როგორც წესი ორას ვაწყდები ხოლმე. მე საუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი არის, რომ ევროკავშირი გვაძალებს, მადღირებულებებს თავს გვახვევს, მათ ურთიერთობებს ნერგავს და მეორე ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროპულმა მთავრობამ უფრო ღრმად უნდა ჩაიიღედო ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესში. მინდა მხარი დაუჭირო ქალბატონ თამარს, რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჰარმონიზაციას კანონმდებლობის, ეს რეალურად არ არის თავს მოხვეული ბრუსელის მიერ, ევროკავშირის მხრიდან
at this political ჩვენ level been აი ამ engaged in პოლიტიკურ დონეზე ჩართულები ვართ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ვთქვათ მარტივად რო ვთქვათ მიზანმიმართულია ჰარმონიზაციისადმი კანონმდებლობისა, რამე თუ ამან საქართველოს შეუწყოს ხელი, საქართველოსთვის იყოს სასარგებლო, რომ ამან ცხადყოს, რომ საქართველოს სწორედ გზაზეა პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც საბოლოოდ თქვენ გეტყვით, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიზიდავს უცხო ინვესტორებს, რომ ეს სასარგებლოა საქართველოს. ეს ბატონმა ლაშამ აღნიშნა, რომ მას ნამდვილად უნდა რომ ბრიუსელი და ევროკავშირი უფრო ღრმად იხედებოდეს დემოკრატიის პროცესებში. მე შემიძლია მოგახსენოთ ბატონ ლაშა, რომ ბრიუსელი და ყველა მთავრობა ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. ამას ვახორციელებთ მარტივად იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გაცილებით უფრო ახლოს არის ევროკავშირის ღირებულებებთან, ვიდრე ნებისმიერი თქვენი სხვა მეზობელი. და ამიტომაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და ჩვენ რეგულარულად ვაცხადებთ ამას სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრაზე, რომ ჩვენ გვინდა დაუშვათ ეს დავინახოთ, ეს სურათი არსებობდეს მასმედიასთან მიმართებაში, მედიასთან დაკავშირებით, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით არის ჩვენი უწყვეტი ურთიერთობებში. მოდი გავიაროთ. მეგონი ჩემი ნათქვამი რაღაც არასწორად იქნა გაგებული, ერთ დაზუსტებას შევიტან. კი ბატონო, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ და მოვასწროთ დანარჩენი. მე არ მithქვამს, რომ ევროკავშირი თავს გვახობს რაღაცას არავითარ შემთხვევაში. პრინციპში ალბათონმა თამარმა როგორც განმარტა, ზუსტად იმას გულისხმობდი მეც, უბრალოდ მე მის თქმა მინდოდა, რომ თავარი სტიმული საქართველოს მთავრობისთვის მთელ რიგ სფეროებში რეფორმის განხორციელების იყოს სწორედ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია. შეიძლება ალბათონი თამარი არ დამეთანხმოს და მოლოდინიც არ მაქვს, რომ ამაში დამეთანხმება, რომ ჩემი როგორც მოქალაქის დაკვირვება ამ პროცესისადმი, თქვათ იგივე სურსათის უნებლობის კუთხით ან კონკურენციის რეგულირების კუთხით ასეთია. და ერთი კიდე პატარა კომენტარი ტექნიკური ხასიათის კვლევის ზოგადად ასეთი ტიპის კვლევების დროს ცალკეული გრაფიკების შეფასებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ კითხვები შეიძლება პასუხები ყოველ კითხვაზე არ იყოს თანმიმდევრული. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და სპეციფიკაა. სტუმრებიც ამიტომ არიან თუ რამე ასე ვთქვათ არასწორად იქნება გაგებული ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს, შეიძლება არ იყოს თანმიმდევრული თავის პასუხებში და აქედან გამომდინარე ერთი და იგივე საკითხზე ჩვენ ამ კვლევაშიც ესე იყო, კითხვებს სხვადასხვანაირად, ზოგჯერ ირიბად, ზოგჯერ პირდაპირ, რომ აქედან გამოვიტანოთ რაღაცა ზოგადი, თქვა, გასაგები აბსოლუტურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კვლევის შედეგი რაღაც ფორმით ვაჩვენოთ, მაგრამ ჩვენ ახლა ყველა წყილს ბუნებრივია აქ ვერ წარმოვადგენთ. პირადად თქვენ საქართველოს ევროკავშირის შესვლის სასარგებლოდ მისცემთ დიდხმას თუ საწინააღმდეგოდ, ნუ აქ ეს ამ საკითხზე პრინციპში უკვე ვისაუბრეთ, შემდეგი თუ შეიძლება. პირველ რიგში რომელ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს საქართველო? ნატო 31%, 46% ევროკავშირში, არც ერთში 4%, არ ვიცი 19% ევროკავშირთან მიმართებით, 24% ნატოსთან მიმართებით. შემდეგი საკითხი, როგორ ფიქრობთ, როდის იქნება საქართველოს გზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად? 5 წელიწადში ან ნაკლებში 38%, 5-10 წელიწადში 20%, 10 წელზე მეტხანში 8%, არასდროს 2% და არ იცის 31%. შემდეგი საკითხი, რა უშლის საქართველოს ხელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა? გადაუჭრელი კონფლიქტები 42%, პოლიტიკური არასტაბილურობა 33%, რუსეთი 24%, დემოკრატიის ნაკლებობა 24%, განუვითარებელი ეკონომიკა 22%, განუვითარებელი სამოქალაქო საზოგადოება 10%, სხვა 33%, არ ვიცი 19%. მოდით შევაჯამოთ, დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი, შევაჯამოთ ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, კეთი მოდი აი ბოლოს საკითხზეც საინტერესო იქნება, რა უშლის ხელს საქართველოს გაწევრიანდეს ევროკავშირში. რამდენიმე წარმოადგენს, მე მგონი ძალიან საყურადღებო მაჩვენებლები იყო, მათ შორის სხვათა შორის ნატოსა და ევროკავშირის, ასე ვთქვათ, პროცენტული შეპირისპირება, რომელს ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები პრიორიტეტით. ჩვენ გვახსოვს, რომ საერთოდ ნატოში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე იყო გამოტანილი, საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, მხარდაჭერა არის საკმაოდ მაღალი. პრინციპში ეს სტაბილურად ნარჩუნდება, მაგრამ აი წეღან ვსაუბრობდით სწორედ გარკვეული ტიპის იმედგაცრუებებზე და რაღაცა ტიპის მოლოდინებზე,
რომლებიც დაკავშირებულია ხოლმე ინფორმირებულობის არასაკმარის დონესთან და ალბათ 2008 წლის შემდგომ ერთგვარი ტენდენცია, როდესაც ნატოს საკითხება ცოტა უფრო გადაინაცვლა უკანა პლანზე, მაშინ როდესაც ევროკავშირის პრიორიტეტულობა აი ამ დინამიკაშიც 2009-დან 2011 წლამდე იზრდება, ალბათ ერთ-ერთი ინდიკატორი გახლავთ ამისა. Ну, ცალსახად ჩემთვის დავუშვათ ესე ვთქვათ ეს პოზიტიური მაჩვენებელი. არ ვიცი, თუნებას დამთავრთ ძალიან მოკლედ კიდე ერთ სლაიდზე, რაზეც აი ასე ვთქვათ ასეთი დებატები გამოიწვია, ასე ვთქვათ იდენტობის საკითხმა, იმიტომ რომ საერთოდ ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ ძალიან მკვეთრად გამოკვეთა მოსახლეობის, ასე ვთქვათ, თვით იდენტიფიცირება როგორც ევროპული საზოგადოების. და წეღან შემთხვევით არ ვახსენეთ თქვენ მოგვიანებით აჩვენეთ ეს ფორმულა მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი და ის მეორე კითხვა რომელიც ცალკეულად შეიძლება ავიღოთ. ამ შემთხვევაში მე არ ვთვლი რომ ეს არის კონფლიქტური და მით უმეტეს კიდე ერთი საინტერესო მაჩვენებელი იყო ამ კვლევაში საქართველოს ასე ვთქვათ ეს საზოგადოება რომელიც გამოკითხულთა უმრავლესობა პრინციპში აჩვენებს იმას რომ საზოგადოება ჯერ ისევ არის საკმაოდ ასე ვთქვათ კონსერვატული მაგალითად კითხვაზე რას თვლით მოქალაქის ასე ვთქვათ ძირითად ვალდებულებას ერთ-ერთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღო ტრადიციების დაცვამ და შემდგომ მოდიოდა რაღაც კანონის უზენაესობა, რაღაც სხვადასხვა არჩევნებში მონაწილეობა და ასე შემდგომ. მაგრამ მაგ საინტერესო რა გახლავთ იცით რომ დინამიკა იმისა, დავუშვათ, რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევენ მოქალაქეები, რომ გააქტიურდნენ. მაგალითად, იყვნენ კრიტიკულები, თუნდაც ხელისუფლების მიმართ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იყვნენ იმუშაოდ მოხალისეებად, სხვათა შორის, რომელსაც არც ისე პოპულარული გახდათ აქამდე ჩვენს ქვეყანაში და ასე შემდგომ. არა, შეგნება ძალიან მკვეთრად იზრდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან საყურადღებო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ეს არ შეიძლება მხოლოდ კონფლიქტურად განიხილოს. აზრის გამოთქვა ჩვენ დრო ამოიწურა ქალბატონ თამარ თუქსურთ შეაჯამოთ ერთი მინდა ვთქვა რომ ნატოს და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით ასეთი გრაფიკის შედგენის თაობაზე არავის არ გამოცხადებია უბრალოდ არსებობს გარკვეული ისტორიული გამოცდილება ამ ორგანიზაციებში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაწევრიანებისა რომ ჯერ იყო ნატო და შემდეგ ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევრიანება ეს შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენ რიგით მოქალაქეთ იმის ცოდნა რომ ბევრად უფრო რთული პროცესია. მაგრამ ზოგადად თვითონ ევროკავშირში გაწევრიანება როგორც სხვა ორგანიზაციებში გაწევრიანება და განსაკუთრებით ევროკავშირში მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან რთულ პოლიტიკურ კონტექსტს, არა მარტო მზაობას ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ პოლიტიკურ კონტექსტს თვითონ ევროკავშირში, რომელიც დამოკიდებულია ზოგადად ევროკავშირის პრიორიტეტებზე, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის მიმზიდველობის კუთხით რიგითი ქართველისთვის თუ როგორ დაძლევს დღევანდელ კრიზისს ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს გამოკითხვა სწორედ იმ ფონზე ჩატარდა, როცა ევროკავშირი კრიზისში იყო. შესაბამისად, აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს და თვითონ ის ფაქტი, რომ არ არის არაადეკვატური მოლოდინი, იქ რეალურად ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ხვალდაზეგ ევროკავშირის წევრობას არ ელოდება რიგითი ქართველი მოქალაქე. არამედ საჭიროა და მზად არის იმის გათვლის ცნობიერებისთვის კარგად ანალიზებს იმას, რომ საჭიროა სერიოზული მზაობა იყოს ქვეყანაში, თვითონ ქვეყნის შიგნით ეგრეთ წოდებული აუცილებელი საშინაო დავალებაა შესაძლებელი. As a representative of the ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მოდი გულახდილად პირდაპირ მოგახსენებთ რომ საქართველოს ნამდვილად დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე გააჩნია ევროპული პერსპექტივები აბსოლუტურად ვეთანხმები ამას ეს იყო და იქნება ჩემი ქვეყნის მთავრობის პოზიცია, მაგრამ ამ ეტაპზე დროის, ამ ეტაპზე ევროკავშირის კრიზისის გამწვავების ფონზე ჩემთვის სამართლია ხაზი გაუსვა იმას, რომ რაღაც ეტაპზე დღესდღეობით საქართველოს წევრობა ევროკავშირში არ გახლავთ დღის წესრიგში. მაგრამ მინდა გავაგრძელო აი ამ მიმართულებით რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი
რანაირი როლი შეეწარი ითამაშოს ევროკავშირი აი შიდა და გარე განვითარებაში. აი მინდოდა 1989 წელს მამადაჟმიან საიკითხა იმაზე ბარსელონაში მოხსენება ევროპულ ფასეხისგებლობაზე, რომ ეს უნდა იყოს ყოველი ინდივიდუალური მოქალაქე საქმე, თავის ეს რომ არ არის ვინმეს აი ან თავრობას ან დონორების ან ვინმეს ეს რომ ერთობლივი საქმე უნდა იყოს და მე ესე ვთვლი რომ ეს გამოკვლევა შეიძლება კარგი დასაწყისი არის აი ზუსტად ამ დებატებისათვის ეს რას ნიშნავს კონკრეტულად დეტალურად მედიისათვის სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავრობისათვის ევროკავშირის საცხოვრებელ ქვეყნებისათვის და ევროკავშირისთვისაც და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე მაქვს იმით რომ კიდევ იქნება აი შესაძლებლობები მე პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო ისევ და ისევ კვლევაზე და მინდა გითხრათ რომ ან 100 კითხვაზე მეტი არის დაახლოებით ამ კვლევაში და ბევრად მეტი ინფორმაცია ვიდრე ჩვენ განვიხილეთ და ეს პატარა პარადოქსები რაც არის ინფორმაციის თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით გვაძლევს იმის საშუალებას რომ ინტერპრეტაციის დროს ვიყოთ ფრთხილად და უფრო დაგვეხმაროს ინტერპრეტაციაში ზუსტად ის განსხვავებული პასუხები რაც გვაქვს მინდა აქვე გითხრათ რომ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ამის ანალიზი გააკეთოთ ჩვენს ვებგვერდზე და ვთქვათ მარტო არ შემოიფარგლოთ იმ პრეზენტაციით რაც გუშინ გავრცელდა და რაც თქვენ გქონდა. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. მე შეგახსენებთ რომ ევროპული არჩევანის შემდეგ ეთერში გავა დოკუმენტური ფილმების სერია ევროკავშირი და საქართველო პარტნიორობა და თანამშრომლობას რომ დროებით გემშვიდობებით.